ლერმონტოვის 105 ნომერში ბარაკული ტიპის სახლებში მცხოვრებლები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ. მოსახლეობის თქმით, მათ წლების წინ მერიასთან გაფორმებული მემორანდუმი მოტყუებით დაარღვევინეს და ინვესტორისთვის მიწის დაკანონების საფუძს მოაწერეს ხელი. მათი განცხადებით, სახლში წვიმს, ამასთანავე ანტისანიტარია და ქვეწარმავლები აწუხებთ. მოცემულ ტერიტორიაზე სულ 95 თვითნებურად შესახლებული ოჯახი ცხოვრობდა, რომელთაგან 75 ოჯახი ქალაქის მერიამ 1 წლის წინ ფართით დააკმაყოფილა. ადგილობრივები მერიას და ხელისუფლებას მემორანდუმის პირობების დაკმაყოფილებას და ბინით უზრუნველყოფას თხოვენ. როგორც გარეთ ისე წვიმს ოთახში, ბოდიში და ბაყაყები და თაგვები ხომ არიან ჩვენსაც ცხოვრობენ მაგენით, როგორც ოჯახის წევრები და ძალიან გაჭირვებული ვარ მივმართეთ ძველ თავრობასაც ბატონ რობერტ ჩხეიძესთან, მაგან გამოგვიგზავნა ვითომ ინვესტორი უნდა დაეკმაყოფილებია ჩვენი თავი და მოგვატყუა ინვესტორმაც და ბატონმა რობერტ ჩხეიძემაც. მერე ახალი თავრობა რომ მოვიდა ბატონ ხაბაძეზეც ქონდა განცხადება დაწერილი, მაგანაც დააწერა ისევ მერიას და მერიამაც კიდევ ვარით გამოგვიშვა განცხადება ვარი იყო. ყველა მთავრობამ აპირდებოდა დახმარებას, განსაკუთრებით წინა ხელისუფლებამ შეპირდა, მაგრამ ეს შეპირება დარჩა ჰაერში. უფრო მეტიც თაღლითური გზით მოატყუეს და მოაწერინეს ისეთ დოკუმენტებს ხელი, რომ ეს გაურკვეველი კერძო პირის საკუთრება გახდა და ფაქტია, რომ ადამიანები დღეს 21 საუკუნეში აი აქ მე თვითონ ვნახე და ვინახე გუშინძინ ცხოვრობენ ვირთხებისა და გველების თანხლებით. ხელისუფლების ნების შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ამ ოჯახების პრობლემა მოგვარდნენ